ყველას სურს იცოდეს რა ხდება თეთრ სახლში. მოდით მოусმინოთ, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ეს ომი დასრულდა. მე ფიქრობ, რომ ეს თითქმის დასრულებულია. ანუ, ჩემი აზრით, დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. იცით რა? თუ ეხლა ყველაფერს მივატოვებდი, მათ 20 წელი დაშირდებოდათ იმ ქვეყნის აღსადგენად. კარგი, ესე რომ ერთი მხრივ მარკ, ანუ პრეზიდენტმა ტრამპმა, უბრალოდ თქვა, რომ ომი დასრულებულია. მეორე მხრივ მოусმინე კიდევ ერთ რამეს, რაც მან თქვა, ამჯერად თეთრი სახლის გარეთ. Შევიძლია გითხრა, რომ მეორე მხარემ ჯაგვირეკა. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. კარგი, სად დასრულდა თამაში? თქვი რომ ეს ბირთვულზე იყო. ეს ბირთვულზე იყო, ძალიან მსგავსია. ძალიან კარგი. გონი მისმენ. საქმე იმაშია, რომ მათ არასდროს ეკნებათ ბირთვული იარაღი. ირანი ჩაინიშნე. ირანს არ ეკნება ბირთვული იარაღი. ფიქრობ ისინი დაეთანხმებიან ამას. თითქმის დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ. თუ არ დაეთანხმებიან, შეთანხმება არ იქნება. შეთანხმება არასდროს იქნება. სანამ დავიწყებთ, მარკ, მინდა ჩვენს მაყურებლებს უთხრა, რომ დღეს არის 4-შაბათი 15 აპრილი. ვიცი, რომ თქვენგან ზოგიერთმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხაზგასმით თქვათ, რადგან ეხლა ძალიან დატვირთული საინფორმაციო პერიოდია. კარგი, მე რუთი ბლუმი ვარ. მე აქ ვარ JNS-ის სტუდიაში და ჩემთან დისტანციურად ერთვება ჩემი თანაწამყვანი მარკ რეგევი. მარკ, რას ფიქრობ იმაზე, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა? ეს ომი დასრულებულია? ეს კარგი კითხვა. ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ განსაზღვრავ ომს. შესაძლებელია, რომ მაღალი ინტენსივობის ნაწილი დასრულდა. არ ვიცი, პრეზიდენტი მუდმივად აოცებს მსოფლიოს და რაც მთავარია, ის აოცებს ირანელებს, რაც მათ დაბნეულ მდგომარეობაში ამփოფებს. გულისხმობ იმას, რომ მათ ეგონათ მსოფლიო მათ ხელში იყო მოქცეული. მათ ეგონათ, რომ მსოფლიო მათ ხელში იყო, რადგან ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ და ფიქრობდნენ, რომ მთელი მსოფლიო მათთან მივიდოდა. მესმოდა, როგორ ამბობდნენ ზოგი კომენტატორი, რომ ეს ბირთვული იარაღის ტოლფასი იყო, რადგან მთელი მსოფლიო იმ ნავთობს საჭიროებდა, რომელიც სრუტიდან გამოდიოდა. და რას აკეთებდა პრეზიდენტი ტრამპი? მან თქვა, თუ თქვენ დაბლოკავთ სრუტეს, მეც დავბლოკავ სრუტეს. და ბევრ მხრივ ვფიქრობ, მან გაანეიტრალა მათი შესაძლებლობა, რომ ყველა ბარათი მათ ხელში ქონოდათ. ფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო. და ველოდები, რომ როცა ეს პროცესი გაგრძელდება, ალბათ კიდევ ვიხილავთ მსგავს ნაბიჯებს. დიახ, აბსოლუტურად. და იცით, თითქმის შეცდომაში შემყვანია იმის თქმა, რომ მან ჰორმუზის სრუტე დაბლოკა. რაც მან რეალურად გააკეთა, იყო ის, რომ დაბლოკა ყველა შესასვლელი წერტილი, ყველა ირანული პორტი, რათა ისლამურ რესპუბლიკას ნავთობისა და გაზის ექსპორტი ვერ შეძლებოდა. და ეს არის მათი შემოსავლის წყარო. და ის რეალურად აღჭობს მათ, მართალი ხარ. მან თქვა, თქვენ გახსენით სრუტე. და ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი გადასახადებს იღებდა. მათ თქვეს, არა, ისინი ჰორმუზის სრუტეს მძევლად ამყოფებდნენ. და პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოდნელი სვლა გააკეთა. მან თქვა, აჰა, მე გაჩვენებთ. ვიხართ თქვენ პატარა დიქტატორებო? არა, სანამ მე აქ ვარ. და ასე მან დაბლოკა ირანის შესაძლებლობა, ფული ეშოვა და ეს, როგორც არის, ირანის ეკონომიკა უკვე მართლაც განადგურებულია და ეს კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას. ეხლა, მაგრამ კითხვა აქ არის, ხომ არ ბლეფობს? ერთი მხრივ მან თქვა, რომ ორკვირიან ზავს ვაძლევთ მათ. და მე მგონია, რომ ეს დასრულდება შემდეგ კვირას, ალბათ ისრაელის დამოუკიდებლობის დღის პერიოდში. მაგრამ მან ასევე თქვა, ბირთვული იარაღი არ იქნება. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. მათ არ შეუძლიათ გამდიდრებული ურანის ქონა. მათ არ შეუძლიათ, ესე ვთქვათ, ბირთვული მასალის ნამცეციც კი ქონდეთ. და მათ არ შეუძლიათ ურანის გამდიდრების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არასდროს. კარგი. და ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ JD Vance-თან მოსალაპარაკებლად, ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-თან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. 21 საათიანი შეხვედრების შემდეგ წავიდნენ. JD Vance-მა თქვა, არა, ჩვენ დიდი პროგრესი გქონდა. დიდი პროგრესი გქონდა. მაგრამ ძირითადად ჩვენი წითელი ხაზი არის ბირთვული იარაღის არქონა. და მათ თქვეს, არა, კარგი. შემდეგ იყო ეს ანგარიშები, რომლებიც ჩემი აზრით სრულიად ყალბი ამბებია. სადაც ამბობდნენ, რომ ამერიკა დათანხმდებოდა, რომ მათ 20 წელიწადში ურანის გამდიდრება დაეწყოთ. მაგრამ მაშინ ეს შეთანხმება, ესე ვთქვათ, შეთანხმება
ბამას JCPOA-ს დიდად აღარ განსხვავდებოდა. ასე რომ მე არ მჯეროდა იმ ანგარიშების და ყველაფრის, მაგრამ თავარი ის არის, რომ როცა ამბობთ, რომ ომის მაღალი ინტენსივობის ეტაპი შეიძლება დასრულდა, ხომ ასეა. ჩვენ აღარ ვხედავთ ირანიდან გაშვებულ რაკეტებს. და არც ისრაელი დააშეშო ესხმიან თავს ირანს. თუმცა ისრაელი ყოველდღიურად ღამითაც კი იბომბება ჰეზბოლას რაკეტებით ლიბანიდან, ძირითადად ჩრდილოეთ ისრაელში. მაგრამ იცით, ისრაელი ძალიან პატარა ქვეყანაა და ჩრდილოეთი ისრაელი მისი დიდი ნაწილია. მოდით ესევე მინდა რომ ამ საკითხზეც ისაუბროთ ჰეზბოლას და ისლამური რესპუბლიკის გამიჯვნის შესახებ. და მომიყევით ცოტა იმაზე, რაც ვაშინგტონში მოხდა ლიბანსა და ისრაელთან დაკავშირებით. თუ ნებართვას მომცემთ, რუთი ირანით დავიწყებ. თქვენ თქვით, რომ მან დაბლოკა ირანული პორტებიდან ნავთობის გატანა და ეს სწორია. და როგორც ძალიან სწორად თქვით, ეს მათი საარსებო წყაროა. დიახ, რას აპირებენ. რას გააკეთებენ თუ ვერ გაყიდიან თავიანთ ნავთობს? და მან კიდევ ერთხელ უპასუხა მათ, იცით? შეგიძლია თქვა კბილი-კბილის წინ. პირდაპირ შევიდა ამაში და უთხრეს, შენ აკეთებ ამას, ასე რომ მეც შემიძლია გავაკეთო. ეს ჩემთვისაც არ არის ნათელი, მაგრამ მას აშკარად აქვს არჩევანი, რუთი თუ უნდა ირანში იმპორტის ბლოკირება, ხო ასეა? რაც მას უზარმაზარ ბერკეტს აძლევს, უზარმაზარ იარავს, რომ იქ გამოიყენოს. რადგან თუ მას შეუძლია ირანის პორტებში საქონლის შეყვანის აღკვეთა, ანუ თეორიულად, დარწმუნებული ვარ, ირანი ვერ ამზადებს ყველაფერს, რაც საკუთარ ხალხს სჭირდება. მას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა შეზღუდოს, რა შეიძლება შევიდეს თუ გადაწყვეტს ამ ბერკეტის გამოყენებასაც. ძალიან საინტერესო იქნება. ეხლა ჩიხია, რადგან ირანელებმა თავიანთი ბლოკადა დააწესეს. მანაც დააწესა მათზე ბლოკადა. და მე ვიტყოდი, რომ ირანელები ეხლა უფრო და უფრო მეტად დაზარალდებიან, რადგან მათზე დიდი ზეწოლაა მათი მეგობრების მხრიდან, იქნება ეს ჩინელები თუ სხვები, რომლებიც ეტყვიან, მოусმინე, ეს ასე გაგრძელება შეუძლებელია, ხომ ასეა? თუ შენ ვერ ახერხებ შენი ნავთობის გატანას, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შენ მოგწონხარ, სწორედ შენი ნავთობია და თუ შენ ვერ ახერხებ ნავთობის გატანას, ეს უკვე პრობლემაა. და ფიქრობ ირანელებზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა იქნება, რომ კომპრომისზე წავიდნენ. და კითხვა ისაა, რომ შემდეგ, როგორც ვარაუდობ, ალბათ ისევ შეხდებიან ერთმანეთს, JD Vance, Witkoff და Kushneri, ირანულ გუნდთან ერთად ამ მოლაპარაკებების მეორე რაუნდში. და ერთადერთი სერიოზული კითხვა ისაა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ განსხვავებების გადალახვას და იქნება თუ არა შესაძლებელი გამოსავლის პოვნა. მინდა გითხრათ რა არის ჩემი აზრი და ეს არის პირველ რიგში მოლაპარაკებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ბირთვული საკითხია. რადგან როგორც კი ამ საკითხს გადაწყვეტ, სრუტეების საკითხიც და ყველაფერი დანარჩენიც თავის ადგილზე დადგება. რა თქმა უნდა, მე მსურს რეჟიმის შეცვლა. რა თქმა უნდა, ბალისტიკური რაკეტების საკითხიც მინდა. პროქსი ძალების საკითხიც მინდა, მაგრამ ჯერა პრიორიტეტების დასახვის. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი 100%-ით მართალია. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ბირთვულ საკითხზე, რადგან ეს არის მთავარი. ყველაფერი დანარჩენი ბირთვულ საკითხთან შედარებით უმნიშვნელოა. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეხლა მე არ ფიქრობ, რომ ის, რაზეც ამერიკელები საუბრობენ, რაზეც ტრამპი საუბრობს, თქვენ გამოხატეთ შეშფოთება, რომ ეს შეიძლება უბრალოდ იყოს JCPOA-ს, ობამას წარუმატებელი ბირთვული შეთანხმების კიდევ ერთი გადამუშავება. და მე ვიტყოდი არა, საერთოდ არ ჩანს, რომ ეს იმ მიმართულებით მიდის. რადგან პირველ რიგში პრეზიდენტი მოითხოვს ირანში არსებული მთელი გამდიდრებული ურანის ამოღებას. მიუხედავად იმისა, წავა ეს რუსეთში თუ სადმე სხვაგან, ეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთელი ეს ურანი უნდა გავიდეს ქვეყნიდან. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, როდესაც ეს პროცესი დასრულდება, ირანს აღარ ექნება გამდიდრებული ურანი. მე მესმის, რომ პრეზიდენტი ძალიან მტკიცეა და მათ აღარ შეუძლიათ ახალი ურანის გამდიდრება, მათ აღარ შეუძლიათ მეტი ურანის გამდიდრება. და როგორც კი ამ საკითხებს მოაგვარეთ, ვფიქრობ თქვენ უნკლავდებით მათ შესაძლებლობას შექმნან ბომბი და არსებითად აღკვებით ამის მოხდენა. ეხლა თქვენ გამოხატავთ შეშფოთებას, რომ ამერიკელებმა ეს 20 წლის ადამიანი ჩასვეს. არა. ბოდიში ნება მომეცით შეგაწყვეტინოთ. მე ვთქვი, რომ ყალბი ამბების მედია ამბობდა ამას. მე ვთქვი, რომ ეს ყალბი ანგარიშია. Axios-ი, New York Times-ი, არა. მე არ მჯერა ამის, ზუსტად იმიტომ, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი JCPOA იქნება. მე არ მჯერა. ყალბი ამბების მედია ამას ავრცელებს. ასე რომ კიდევ ერთხელ, თუ მიიღებ ვადას, რომელიც აცლეულებით შორსაა, ხო ასეა? მე საერთოდ არ მსურს ვადა, დიახ.
მაგრამ კიდევ ერთხელ საერთოდ არ მინდა ვატა. მაგრამ ვფიქრობ, თუ დაიწყებთ საუბარს იმაზე, რაც 50 წლის შემდეგ მოხდება, ეს ირანელებისთვის სახის შენარჩუნებაა. და ვინ იცის რა მოხდება შემდეგ 50 წელიწადში. დიახ, რაც შეეხება იმ რეჟიმს, ვფიქრობ ამაზე შეიძლება ითამაშოთ. ეხლა მე არ მინდა ამით თამაში. მირჩევნია რაღაც ერთნიშნულოვანი. მაგრამ თუ მოლაპარაკებას აწარმოებ, ვფიქრობ ეს ის საკითხია, სადაც შეიძლება რაღაც სიმბოლური აჩვენო ან მისცე. მაგალითად, მომდევნო 50 წლის განმავლობაში იცი, 20 არ მომწონს, 20 ძალიან ახლოა, 20 ძალიან სწრაფად გადის. მაგრამ ვფიქრობ, თუ შეძლებ შეთანხმების მიღწევას, რომელიც რეალურად, რა იყო პრობლემა JCPOA-სთან, ობამას შეთანხმებასთან, მან რეალურად არასდროს გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მან არასდროს შეაჩერა ისინი ბირთვული იარაღის მიღებაში. რასაც დონალდ ტრამპი რეალურად ამბობს, არის ის, რომ უნდა შეაჩერონ ისინი ბირთვული იარაღის მიღებაში. და ეს არის გადამწყვეტი განსხვავება. კარგი, ეს რომ აი რა არის, მარკ, დაივიწყე ეს. იცი, შეთანხმება შეიძლება შედგეს, თუ ამ რეჟიმთან შეთანხმება ვერ შედგება. იმ წამსვე, როგორც კი რაიმე შეთანხმება შედგება ამჟამად არსებულ რომელიმე ფიგურასთან, რომელიც არ არის ლიკვიდირებული, მოკლული, ან საჰაერო დარტყმებით განადგურებული. ვინც კი დარჩება ფეხზე, ის არის შეერთებული შტატების მტერი, რა თქმა უნდა, ისრაელისაც და დასავლეთისაც. და ერთადერთი განსხვავება მათ შორის, ვინც ამბობს, რომ უნდა შევთანხმდეთ მაგალითად პრეზიდენტის პოზიცია, ის გაბრაზებულია იმაზე, რომ გუნდი დაბრუნდა ირანიდან შეთანხმების გარეშე. საუბარი არ არის იმაზე, რომ ის ზომიერია. განსხვავება ზომიერებსა და ასე წოდებულ ზომიერებსა და ექსტრემისტებს შორის ისაა, რომ ზომიერები დასავლეთის მოტყუებაში ხედავენ გამოსავალს. ისლამის იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ შეგიძლია იცრუო. სინამდვილეში სწორედ ესე უნდა მოიქცე. უნდა იცრუო, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღო ის, რაც გინდა, თუ მოთმინება გეყოფა. და სხვები ამბობენ, არა, ჩვენ არც კი გვინდა მოვიტყუოთ. ჩვენ ველოდებით მე-12 იმამს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი ყველა ფანატიკოსები არიან და ყველა ბოროტები არიან, ბოროტი რეჟიმის ნაწილი. და მე რაც მჯერა არის ის, რომ თუ მათ ბირთვული იარაღის ქონა აუკრძალე და ნავთობის ექსპორტიც შეუჩერე, რეჟიმი აღარ იარსებებს. და ეს არის ამ ყველაფრის სილამაზე. შენ სულ ამბობ, რომ თითქოს მე სრულყოფილებას ვითხოვ. რეჟიმი დაეცემა, თუ მას ჟანგბადი არ ექნება. და თუ ასე არ მოხდება, თუ ის კვლავ შეურიგებელი დარჩება, მე ნამდვილად მჯერა, რომ შეიძლება ისევ სამხედრო გზებს მივმართოთ. არ გამოურიცხავ ამას, რუთი. საერთოდ არ გამოურიცხავ. ვფიქრობ, სამხედრო გზებზე დაბრუნება საკმაოდ შესაძლებელია, მაგრამ აქ მინდოდა ორი შესაბამისი ლიდერის ციტირება. ნეთანიაჰუმ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ არ ექნებათ გამდიდრებული ურანი. მათ არ ექნებათ გამდიდრების შესაძლებლობა. მან თქვა, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს დიპლომატიის გზით, ან შეიძლება გაკეთდეს სამხედრო მოქმედებებით. ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ ის, რაც მათ აქვთ. რას ამბობს ის თუმცა? ის ამბობს, რომ არსებობს დიპლომატიური გზა და როდესაც პრეზიდენტმა გაგზავნა ეს გუნდი ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ირანელებთან მოსალაპარაკებლად, აშკარაა, რომ ირანის რეჟიმთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. თუ ამბობთ, რომ წინააღმდეგი ხართ ირანის რეჟიმთან მოლაპარაკებების, ეს შეიძლება იყოს თქვენი აზრი და ამას პატივს ვცემ. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ხდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანის რეჟიმთან. და მიზანია შეთანხმების მიღწევა, განსხვავებით JCPOA-სგან. შეთანხმება, რომელიც რეალურად გაამართლებს. ეხლა შეგიძლიათ მითხრათ, რომ ფიქრობთ ეს შეუძლებელია. და საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს. უბრალოდ ამას ვამბობ, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, შეძლებენ თუ არა ირანელები დაეთანხმონ იმ წითელ ხაზებს, რომელსაც ამერიკა და ისრაელი თვლიან მინიმუმად, რაც ამ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს. მაგრამ თავიდანვე არ გამოვრიცხავ ამას. ვფიქრობ, ამდენი ზიანის შემდეგ, რაც ირანელებს მივაყენეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ისინი დაეთანხმონ ისეთ რამეებს, რაზეც წარსულში არასდროს დათანხმებულან. მე ასე არ ვფიქრობ. და თუ ისინი წინააღმდეგობას გააგრძელებენ და ჩვენ სამხედრო მოქმედებებს გავაგრძელებთ მათ წინააღმდეგ, შეიძლება ამ მიზანს უფრო მივუახლოვდეთ. ვიტყოდი, რომ აუცილებელი არ არის სრულმასშტაბიან ომამდე დაბრუნება. შეგიძლიათ წერტილოვანი ოპერაცია განახორციელოთ. შეგიძლიათ დაიკავოთ ის კუნძული, საიდანაც მთელი ნავთობი გადის. შეგიძლიათ წერტილოვნად გამოიყენოთ სახმელეთო ძალები აქა-იქ, რათა გაანადგუროთ კონკრეტული სამიზნეები. შეგიძლიათ დაარტყათ, დიახ, სხვადასხვა ადგილას სრულ ომში დაბრუნების გარეშე. და რა თქმა უნდა, გაქვთ არჩევანი, თუ სხვა გზა არ დაგჭა, დაბრუნდეთ სრულ ომში, რაც გულისხმობს დარტყმებს, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ დართვების გაგრძელებას. მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ ტრამპს ურჩევნია მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, თუ ამას შეძლებს. კარგი, სინამდვილეში ის, რაც მას ნამდვილად უნდა, არის ისლამური რესპუბლიკის დანებება.
ეს არის შეთანხმება? თქვენ ნებდებით. ჩვენ ვიგებთ, თქვენ აგებთ. როგორი შეთანხმებაა ეს? მეორე. ახლა ეს მიგვიყვანს ჰეზბოლას ლიბანში, რატომ? იმიტომ რომ მოლაპარაკებები, რომლებიც ვაშინგტონში მიმდინარეობს, უპრეცედენტოა. ისრაელის და ლიბანის მომლაპარაკებლები ხვდებიან ერთმანეთს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ეგიდით. და ეხლა ბევრი ამბობს, რომ ნახეთ, მათ არაფერი შეუძლიათ, რადგან ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მაგრამ ამ დროს ჰეზბოლა რაკეტებს ისვრის. ეხლა აქ თუ ამას ჩემს აზრად მიიჩნევთ, დიახ, აუცილებელია როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური გზები. ეხლა ამ მთელი დროის განმავლობაში ამ მოლაპარაკებებთან ერთად ისრაელი არ შეჩერებულა ჰეზბოლას წინააღმდეგ ომში. და ძირითადად ამ მოლაპარაკებების ლიბანთან გამართვის მიზეზი ის არის, რომ ლიბანი ვერ არ ახერხებს ან არ სურს ჰეზბოლას დამარცხება დამოუკიდებლად. პირველ რიგში ჰეზბოლა ღრმად არის ჩართული ლიბანის მთავრობასა და არმიაში და ასე შემდეგ. მაგრამ ლიბანის ხალხი ისევე მობეზრებულია, როგორც ირანის ხალხი. ეხლა უბრალოდ ერთი სიტყვა უნდა თქვათ ირანის ხალხზე, რომელიც მუდმივად გვერდზე რჩება ამ ყველა დისკუსიაში, ბირთვული იარაღზე და სხვა საკითხებზე. ეს პერიოდი, როცა რაკეტები არ მიფრინავს, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ კულისებში რაღაც ხდება, რათა ირანის ხალხი მოამზადონ ქუჩაში გამოსასვლელად. ეხლა ისინი 10,000-ობით ამოხოცეს. და სხვათა შორის ეს ეხლა ძალიან გადაუდებელია. იმიტომ რომ ბოდიში, იმიტომ რომ მოდიან დაქირავებულები, მილიციელები ერაყიდან, რათა რეჟიმს დაეხმარონ კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ირანელი ადამიანის დახვრეტასა და დახოცვაში. ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება. და არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპმა ომის დაწყებამდე 28 თებერვლამდე რამდენიმე კვირით ადრე თქვა ირანელ ხალხს. დახმარება გზაშია. დიახ, ეს მათ ეხმარება და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ სრული, შეიძლება ითქვას, ქაოსისა და შიშის პირობებში, ისინი მაინც ამბობენ, რომ სურთ პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ნეთანიახუმ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ისინი სურთ, რომ ისინი გააგრძელონ რეჟიმის წარმომადგენლებზე შეტევა. ნამდვილად ასეა. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ზუსტად ისე, როგორც ეხლა ხან მქონდა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე და ვამბობთ, აღარასოდეს. და ებრაელები ჩიოდნენ სრულიად სამართლიანად, თუ როგორ შეაბრუნა მსოფლიო ზურგი ებრაელ ხალხს ჰოლოკოსტის დროს. ჩვენც არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ ირანის ხალხს. ამის მიუხედავად, როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ეს ირანის ხალხის საქმეა. ასეც არის. რეჟიმის დასუსტებით ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ. სწორია. და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ირანელი ხალხის ნაცვლად გავაკეთოთ. არა, მაგრამ ირანის რეჟიმის დასასუსტებლად მასთან გარიგებებს ვერ დადებ. მაშინ ისევ იქ დაბრუნდები, საიდანაც დაიწყე. კიდევ ერთხელ თქვი, რომ ტრამპს უნდა რომ მათ კაპიტულაცია გამოაცხადონ. მას შეთანხმება უნდა. ერთხელ თქვა, უპირობო დანებებაა. დანებება. თუ ისინი მართლაც დანებდებიან და მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ბირთვულ საკითხზე, რუთი, მაშინ შენ ირანის რეჟიმთან შეთანხმება გექნება. არა მხოლოდ ბირთვული საკითხი, ბოდიში. არსებობს ბალისტიკური რაკეტები, არიან ტერორისტული მარიონეტული ჯგუფები. არა, დანებება მხოლოდ ბირთვულ საკითხს აღნიშნავს, თუმცა ეს მთავარი თემაა, დიახ. რადგან ყველა დანარჩენი ამას მოხვება. რუთი, რასაც ვამბობ, რუთი ისაა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა მინდა. ფიქრობ ყველას უნდა რომ ირანში რეჟიმი შეიცვალოს. ყველაზე მეტად ირანის ხალხს უნდა რომ ირანში რეჟიმი შეიცვალოს. უბრალოდ ვამბობ, არ ვარ დარწმუნებული რომ ამაზე შეიძლება პოლიტიკის აგება. გაგახსენებ და ეს ამ გადაცემაში უკვე მithქვავს, რომ 25 ივნისის ოპერაციასა და მთავრობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყების აფეთქებას შორის 6-7 თვე გავიდა. ამიტომ, როცა ეს ომი დასრულდება, ეს არ ნიშნავს, რომ რეჟიმის შეცვლა დღის წესრიგიდან მოიხსნება. დიახ, რეჟიმის შეცვლა კვლავაც შესაძლებელია, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც კი. მე უბრალოდ არ ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკის არჩევანი, არ ვამბობ, რომ ომი უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ რეჟიმი არ შეიცვლება. არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამას ამბობს. ნებას მომცემთ ლიბანის საკითხზე ვისაუბრო, რომელიც სწორად დააყენეთ, რადგან ეს ახლა აქტუალურია და მნიშვნელოვანია. მაგრამ ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებში რაღაც ძალიან სიურეალისტურია. იმიტომ რომ ვგულისხმობ, ჩვენ ლიბანის მთავრობას ვესაუბრებით. ლიბანის მთავრობა ამბობს, რომ სურს კონდეს კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობა ისრაელთან და შეგვიძლია თუ არა ყველა პრობლემის გადაწყვეტა. რატო ვამბობ სიურეალისტურს? იმიტომ რომ ლიბანის მთავრობა სუსტია.
სამწუხაროდ, ლიბანის მთავრობა სწორ რამეებს ამბობს და ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ამბობენ სწორ რამეებს. შეუძლიათ კი მათ თავიანთი ლამაზი განცხადებების განხორციელება და აქ კითხვა ძალიან ღიაა. რადგან თუ ფაქტებს შევხედავთ, ვგულისხმობ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება რა იყო 3 კვირის წინ ირანის ელჩის გაძევებაზე. ესეც კი ვერ შეძლეს. მათ ირანის ელჩის გაძევებაც კი ვერ შეძლეს. ეხლა მათ მიიღეს ეს ახალი კანონები და ირანის რევოლუციური გვარდია, ხო იცით? უნდა წავიდეს და ჰეზბოლამ უნდა დაყაროს იარაღი და ეს ყველაფერი, მაგრამ მათ არ აქვთ ძალა, რომ ეს ყველაფერი გაატარონ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა ლიბანში, უნდა გავიგოთ, რომ ლიბანი პირველ რიგში ის, რომ ისინი სწორ რამეებს ამბობენ, ჩვენთან შეხვედრები აქვთ, ამ მშვიდობაზე საუბარი უნდათ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. და ჩვენ არ უნდა მე ყოველთვის ვამბობ, თუ არაბულ ქვეყანას სურს ისრაელთან მშვიდობის დამყარება, მოდი ვილაპარაკოთ. არ არის მიზეზი კარი დავხუროთ, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ჰეზბოლა სამწუხაროდ დღეს ლიბანში ნამდვილი ძალაა. ამიტომ ვფიქრობ, ისრაელის მიერ ჰეზბოლას სამხედრო დამარცხება შექმნის პირობებს ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობისთვის. ფიქრობ, ეს ირანის საკითხსაც უკავშირდება. თუ ირანი ამ კონფლიქტიდან უფრო სუსტად გამოვა, განიარაღებული, დიახ, ეკონომიკურად სუსტი, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი, პოლიტიკურად სუსტი, ეს ნიშნავს, რომ მათი შესაძლებლობა ჰეზბოლას აღდგენის დახმარებაში ბევრად ნაკლები იქნება. ბევრად ნაკლები. რაც ნიშნავს, რომ თუ ამასაც დავამატებთ, ვფიქრობ, ლიბანთან შეთანხმების შანსიც გაიზრდება. მაგრამ ეს ყველაფერი ჰეზბოლას სამხედრო დამარცხებაზეა დამოკიდებული, რადგან თუ ეს არ მოხდება, მათ ლიბანში ყველა ბერკეტი აქვთ. ეს ბერკეტები მათ უნდა წაართვათ. სრულად ვეთანხმები. ეხლა განსხვავება ისაა, რომ არა ლიბანის მთავრობაა უფრო ძლიერი, ან ლიბანის სამხედრო ძალა. სინამდვილეში ისინი ჰეზბოლას ძალიან ეშინიათ და ჰეზბოლა მათშიც არის შეღწეული. ამ შეხვედრის სილამაზე იმაშია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლიბანი რეალურად მის გზაზე დგას. ისინი აღიარებენ, რომ ისრაელი კარგ საქმეს აკეთებს ჰეზბოლასთან ბრძოლით. იმის ნაცვლად, რომ თქვენ ბომბავთ ჩვენს ქვეყანას, ანადგურებთ ჩვენს ქვეყანას და ბოლოს თქვენ უკვე ისმენთ ხმებს ლიბანიდან, რომლებიც ამბობენ, ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ ბომბოთ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში იცით, ჰეზბოლა იყენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავისი ტერორიზმისთვის, როგორც ჰამასი, როგორც ისლამური რესპუბლიკა და ასე შემდეგ. ეს მათი მოქმედების სტილია, ხო ასეა. ისინი სამოქალაქო მოსახლეობას ამოფარებულები მოქმედებენ. და სწორედ ამიტომ ამბობს ისრაელი ეუბნება სამოქალაქო მოსახლეობას, რომ ევაკუირდნენ. და ამ შემთხვევაში გადაადგილდით ჩრდილოეთით, გადადით ლიტანიის მდინარის მიღმა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიბანის მთავრობა არ აკრიტიკებს ისრაელს ამის გამო. ასე რომ თუ ლიბანი იტყოდა, ნახეთ, მოდით შეთანხმებას მივახციოთ, ჩვენ უბრალოდ სუსტები ვართ, გესმით, გთხოვთ, გააგრძელეთ ბრძოლა. და ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ გარკვეულწილად ეს იგულისხმება, რადგან მათ არ მოითხოვეს, რომ ჩვენ შეგვეწყვიტა ჰეზბოლაზე სროლა, სანამ ისინი ვაშინგტონში წავიდოდნენ, სანამ ჯგუფი ვაშინგტონში შეხვდებოდა. ასე რომ ეს მინიშნება. ეს კარგი ნიშანია, რომ თავიდან არ თქვეს. თუმცა, თქვეს კი მოდი ჰეზბოლასთანაც ცეცხლის შეწყვეტა მოვაწყოთ და მერე ვისაუბროთო. არა, და ისრაელი ამას არ დათანხმდა. და პრეზიდენტმა ტრამპმა არ დააკენა ეს მოთხოვნა. მან არ დააკენა მოთხოვნა, რომ ისრაელს ჰეზბოლაზე სროლა შეეწყვიტა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის დროს. და ლიბანმა საბოლოოდ არ დააყენა ეს წინაპირობად ვაშინგტონში მდივან რუბიოსთან შეხვედრისთვის. ასე რომ, ეს ყველაფერი კარგი ნიშნებია, მაგრამ სამხედრო დამარცხების გარეშე ჰეზბოლა ისევ იქ იქნება, როგორც ტარაკნები. ზოგს კლავ, მაგრამ კიდე უფრო მეტი ჩნდება. ეს უნდა გადაწყვიტო. მხოლოდ სამხედრო გზით არ არის საკმარისი, მაგრამ ყველა მიმართულებიდან ზეწოლით უნდა გადაწყვიტო. სამხედრო გზა ერთ-ერთი ფორმაა. მე ვფიქრობ, რომ სამხედრო კომპონენტი აუცილებელია. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ფორმა არ არის, ეს აუცილებელია. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი ბარათი გვაქვს სათამაშოდ, რადგან როგორც იცი, რუთი, ამ მომენტში ჩვენ გვყავს დიდი ისრაელის ძალა სამხრეთ ლიბანში, რომლებიც იქ სამხრეთში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას ებრძვიან. ეხლა, რა თქმა უნდა, ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთშიც აქვს. ისრაელზე გასროლილი რაკეტებიდან ზოგი ლიბანის სხვა ნაწილებიდან ისროლება და არა სამხრეთიდან.
მაგრამ რა არის აქ თავარი ცვლილება, იმიტომ რომ ისრაელი ადგილზეა და ისრაელმა თქვა, თავდაცვის მინისტრმა თქვა, ისრაელ კაცმა თქვა, ჩვენ ლიბანში ვიქნებით, მანამ სიანამ არ დავწუნდებით, რომ ჰეზბოლა სამხრეთში აღარ დაბრუნდება და ისრაელს აღარ შეუტევს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ლიბანთან სამშვიდობო შეთანხმებაში ჩვენ კოზირი გვაქვს. იმ წამს, როცა ლიბანის მთავრობა შეძლებს გარანტიას, რომ ისრაელი აღარ მიიღებს მტრულ ცეცხლს ლიბანიდან, არა ლიბანის სახელმწიფოსგან, არამედ ლიბანის ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ჰეზბოლაზე ვსაუბრობ, მაშინ ჩვენ ადგილზე ვჩებით. და ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერი ბერკეტია, ხო ასეა? ის იდეა, რომ ისრაელი გავა და იქ გაეროს ძალები იქნებიან, ეს უკვე ნანახი გვაქვს, არ ეხმარება. ისრაელი დარჩება სამხრეთ ლიბანში. მშვიდობის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს ჰეზბოლას განიარაღებას და ლიბანის სუვერენიტეტს სამხრეთ ლიბანში. არა მოჩვენებითი, რას ვცდილობ თქვა აქ, არა უბრალოდ რაღაცა სიმბოლური ლიბანური ყოფნა, არამედ რეალური ლიბანის მთავრობის ყოფნა და არა ჰეზბოლა. ესე რომ ეს ბარათი გვაქვს სათამაშოდ. უნდა გამოვიყენოთ სწორ დროს და ეს უნდა იყოს სტიმული ლიბანისთვის, რომ სწორად მოიქცეს. გინდათ რომ ისრაელი სამხრეთიდან გავიდეს, ჰეზბოლა უნდა განაიარაღოთ. უნდა უზრუნველყოთ, რომ ჰეზბოლა არ იყოს საფრთხე ისრაელისთვის. ეხლა მათი ამის გაკეთების უნარი ძალიან შეზღუდულია. ამიტომაც დავჩებით სამხრეთ ლიბანში აბოზრავ მომავალში. აბსოლუტურად. და კიდე ერთ რამეს გეტყვით, რაც ლიბანთან დაკავშირებით მომაფიქრდა და რატო და შეიძლება ლიბანის მთავრობასაც კონდეს თვალი აბრამის შეთანხმებებზე, რადგან რა არის ეს? ვინ არიან ლიბანელი პოლიტიკოსები? რას ხედავენ ისინი? ისინი ხედავენ მთელი მსოფლიო წესრიგის გადახალისებას. პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს ნატოს ქვეყნებს იმის გამო, რომ ისინი თავიანთ წილს არ ასრულებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ აბრამის შეთანხმებების ქვეყნები ირანის მხრიდან თავდასხმის ქვეშ არიან ამ ომის დროს. მათზე უფრო მეტი რაკეტა ისროლეს, ვიდრე ისრაელზე. ასე რომ, რასაც ხედავთ, არის გადალაგება. და შეიძლება ლიბანი ამბობს, ვაუ, რო იცით, თქვენ ახსენეთ ეს საერთაშორისო ძალები, როგორიცაა უნიფილი. უნიფილი არა მხოლოდ უსარგებლო იყო ლიბანში, არამედ ის ჰეზბოლასთან ერთად მოქმედებდა და ასევე აკეთებდა იმას, რასაც გაერო ყოველთვის აკეთებს. დაგმო ისრაელი. თქვა, რომ ჩვენ განზრახ ვესროლეთ უნიფილის ძალებს, ეს ტყუილი იყო. კარგი, ისინი მათთან ერთად მოქმედებდნენ, ისე როგორც უნრვა ჰამასთან ერთად მოქმედებდა. შეიძლება ლიბანის მთავრობა ამბობს, ნახეთ, აი ჩვენი შესაძლებლობა. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს იცით, ხედავთ, როგორ უტერს ევროპა ტრამპს, უტევს ისრაელს. და სინამდვილეში აბრამის შეთანხმების ქვეყნები აქტევნები აქტიურობენ. ასე რომ, თუ რეალური გადანაცვლებაა, ლიბანი ალბათ ურჩევნია იყოს იმ დამცავი, ესე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ. მეთანხმები და ვფიქრობ, ჩვენ საუბრობთ უფრო დიდ რეგიონულ ცვლილებაზე, რომელიც დაიწყო აბრაამის შეთანხმებებით ტრამპის პირველ ვადაში. და ვფიქრობ, ამ ომის შედეგად ირანის წინააღმდეგ და ისრაელის ბრძოლით ჰეზბოლას წინააღმდეგ მგონია, რომ ეს პროცესი მხოლოდ ძლიერდება. მეტი და მეტი ადამიანი არაბულ სამყაროში შეიძლება ისრაელი არ უყვარდეთ. შეიძლება იცით საკუთარ თავს სიონისტებად არ მოიხსენიონ, შეიძლება პალესტინელებთან სოლიდარობა ქონდეთ, რადგან ისინი მათი თანარელიგიონერები და თანამოძმე არაბები არიან და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ ისინი ხვდებიან, რომ ისრაელი რეგიონული ძალაა, ისინი პატივს სცემენ ისრაელს და ესმით, რომ ისრაელთან მშვიდობის შეთანხმება კარგია. კარგია ისრაელთან კარგი მეზობლური ურთიერთობებით ცხოვრება. ლიბანში სულ უფრო მეტი ადამიანი ამას ისურვებდა. სირიელებიც კი საუბრობენ შეთანხმებაზე, რაღაც სახის შეთანხმებაზე ისრაელთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ შიმონ პერესის ტერმინის გამოყენებით ბევრ მხრივ ახალ ახლო აღმოსავლეთს ხედავთ. ახალ ახლო და ვფიქრობ, რაც ნახეთ, ანუ სიმართლე ისა რო თქვი, რუტი გინდა ეს რეჟიმი, რაც შეიძლება მალე დაეცეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის სწრაფად დაეცემა, შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. მინდა რომ დაეცეს, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. მაგრამ ერთ-ერთი დადებითი რამ იმაში, რომ ის არ ეცემა, არის ის, რომ სანამ არაბული ქვეყნები ირანს საფრთხედ აღიქვამენ, ეს მათ უფრო უბიძგებს ისრაელთან მშვიდობის დამყარებისკენ. რატომ ესაუბრებიან ლიბანელები ისრაელს უფრო და უფრო ხშირად? იმიტომ რომ სურთ ვიღაცა დაეხმაროს მათ ჰეზბოლას პრობლემის მოგვარებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ არაბულ-ისრაელური შერიგების პროცესი უფრო და უფრო გაძლიერდება. პალესტინელები თავიანთი არაბი ძმებისგან მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას მიიღებენ და მეც არაფერს.
ნამდვილად, სრულიად გეთანხმებით. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ორი საკითხი მინდა აღნიშნო. პირველი ისაა, რომ როცა ამაზე საუბრობთ, ყოველთვის ამბობთ რაღაცებს, მაგალითად, ეს ქვეყნები ხო არ ხდებიან სიონისტები, ან არ უყვართ ისრაელი, ან ებრაელები. იცით რა არის ამაში ირონიული? ეხლა დასავლეთია, ვინც ისრაელს ზუს. დასავლეთია, რომელიც ებრაელებს უპირისპირდება. ანტისემიტიზმი ყველგან ფეთქავს. კიდევ ერთხელ, ეს არის სოფლიო წესრიგის ცვლილების ირონია. ეს პირველი საკითხია. ასე რომ არც კი გჭირდებათ იმის თქმა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ უცებ ისრაელი შეუყვარდათ. დიახ, მენდომებოდა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ყველა ეს სხვა ქვეყანა მენახა. იცით, უნდა გითხრათ, ისეთ მოკავშირეობას, როგორცაც ისინი გვიწევენ, არ გჭირდება, კარგი. მირჩევნია მქონდეს ალიანსი არაბულ ქვეყნებთან, რომლებიც, როგორც თქვით, ატივსცემენ ჩვენს ძალას, რაც მაბრუნებს იმაზე, რაც თქვით შიმონ პერესის ახალ ახლო აღმოსავლეთზე. ის ჯეროდა იმ ყალბი ახალი ახლო აღმოსავლეთის, მაგრამ მშვიდობა ყველგან იფეთქებს. ამგვარი მშვიდობა ნამდვილია, თუ ის დაფუძნებულია ძალაზე და ინტერესებზე დამყარებულ მშვიდობაზე. როგორც თქვენ თქვით, და არა რაღაცა ლალალენდის სისულელე მშვიდობის შეთანხმების ტიპის, ხო იცით? რადგან ყოველ ჯერზე, როცა შიმონ პერეზისნაირი ვინმე სიტყვა მშვიდობას ამბობდა, რაკეტებისა და თვითმკვლელი აფეთქებებისგან თავის არიდება გიწევდა. და რასაც ეხლა ვამბობ, ისაა, რომ თუ არაბულ ქვეყნებთან ახალი ალიანსები გვექნება და ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდებიან ვიდრე ევროპასთან, იყოს ასე. ეს სამწუხაროა, ხო ესეა? რადგან ევროპა დაინახავს, რომ მისი ქცევა და პოლიტიკა ახლა მას დაღუპავს. ჩვენ ვამბობთ, რომ ირანის რეჟიმი დაეცემა. ევროპა დაიღუპება, თუ გააგრძელებს თავის საშინელ პოლიტიკას, როგორც იმიგრაციის, ასევე ტერორიზმის მიმართ შენწყნარებლობისა და ისრაელზე თავდასხმების მხრივ. ისინი ნახავენ, რა დაემართა მათ საზოგადოებებს. ასე რომ, ჩემთვის მისაღებია, თუ მშვიდობას ძალის მეშვეობით მივახცევთ ჩვენს არაბ მეზობლებთან. დიახ. რადგან თქვენ ახსენეთ ევროპა და გუშინ ისრაელში იომ ჰაშუა იყო, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე. ებრაული კალენდრის მიხედვით. შეიძლება ბოლო 2 წუთს დავხარჯავ, რადგან ჩვენი პროგრამის დასასრულს ვუახლოვდებით და იომ ჰაშუაზე ვისაუბრებ. ისრაელი გამოწვევების წინაშე დგას, დიახ, და ირანთან ომი დასრულებული არ არის. ბრძოლები ლიბანში, ისრაელელი ჯარისკაცები ღაზაში მოქმედებენ. სირიაში ჩვენ ყავს ისრაელები. ჩვენ მრავალი საფრთხის წინაშე ვდგავართ. მაგრამ დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ ისრაელი ახლო აღმოსავლეთში უმთავრესი რეგიონული ძალაა. და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ახლო მეგობარი ყავს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეგიონული ზესახელმწიფოა, გლობალური ზესახელმწიფოა. ეხლა რატო ვამბობ ამას? მე ერთხელ უკვე თქვი მგონი ამ გადაცემაში, რომ ჩემი მამა დაიბადა მაგდებურგში, გერმანიაში 1931 წელს. და როგორი იყო იქ ებრაელებისთვის ცხოვრება? დიახ, ჩვენ ცხებლები ვიყავით, ჩვენ უსახელმწიფოები ვიყავით, ჩვენ გვდევნიდნენ. ჩვენ გენოციდი გამოვიარეთ. მისი თაობის ებრაელებმა ჰოლოკოსტის საშინელებები გამოიარეს. სად ვარ დღეს ჩვენი ყველა პრობლემით? ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. ებრაელი ხალხი აღარ არის უსახელმწიფო. ებრაელი ხალხი აღარ არის უმწეო. და რაც თავარია, ებრაელი ხალხი აღარ არის დაუცველი. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა მათგან ვინც გვინდა ავნოს და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. იომოშოა არის იმის გახსენება, რომ 6 მილიონი ადამიანი მოკლეს, მაგრამ ეს ასევე არის იმის გახსენება, რომ ოდესღაც ხალხი ვიყავით, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო. და სიონიზმმა, სიონისტურმა რევოლუციამ და ისრაელის სახელმწიფოს დაარსებამ ებრაელებს მისცა ის ძალა, რაც ყველა სხვა ქვეყანას აქვს, სუვერენობისა და ჩვენი ხალხის დაცვის უნარი. და ის ფაქტი, რომ პლანეტაზე არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვართ ებრაული სახელმწიფო და ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ ებრაული ხალხის დაცვას, ეს არის უზარმაზარი ცვლილება, პოზიტიური ცვლილება და რაღაცა რითაც ვფიქრობ, ყველა ძალიან ვამაყობთ. ამაში ეჭვი არ არის. და სამწუხაროდ, ბევრი ისრაელი ძალიან ტრავმირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს, რადგან იგრძნეს, რომ ვაუ, ჩვენ ვთქვით. აღარასოდეს, მაგრამ თითქმის ისევ იგივე შეგვემთხვა. კარგი. თუმცა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ეს სწრაფად დავძლიეთ ბრძოლით. ჩვენ საბოლოოდ არ დავნებდით ამ საფრთხეს. ასე რომ, დიახ, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია. მე თქვენთან 100%-ით ვეთანხმები.
და სანამ დავემშვიდობებით, მსურს ვთხოვ მაყურებლებს, თუ მოგეწონათ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ, გამოიწეროთ და შემოგვიერთდეთ მომავალშიც. შეხვედრამდე მომავალ კვირას რუთი.